ეს რაც დღეს ხდება, ჩვეულებრივი დაპირისპირება აღარ არის. ეს არის ნელ-ნელა ჩაწითლებული ტაიმერი, რომელიც მზად არის ნებისმიერ წამს საფეთქდეს. ერთ მხრიდან ქართველი გულითა და სულით, თუმცა ესპანეთში ჩამოყალიბებული ჩემპიონი ილია ტაპურია, whose სიზუსტე დარტყმებში შეუდარებელია. მეორე მხრიდან ბრიტანელი პროვოკატორი პედი პიმბლეტი, whose ენას შეუძლია სერიოზულად დააზიანოს მეტოქის ფსიქიკა. მათი კონფლიქტი ბევრად ცდება სპორტს და ეხება პირად წყემას, თავმოყვარეობას და პატივისცემას. ყველაფერი დაიწყო ერთმა, თითქოს უწყინარმა, მაგრამ სინამდვილეში შეურაცხყოფელმა ტვიტმა. პედიმ საქართველოს დაცინვა გადაწყვიტა, იმ ქვეყნის, რომელმაც ომის შიში და ტკივილი განიცადა. ილიამ მაშინვე გაიხსენა 2008 წელი, როგორ ბომბავდა ქვეყანა, როგორ შიშით სუნთქევდნენ მისი ოჯახის წევრები. ასეთ თემაზე ხუმრობა მისთვის არა უბრალოდ უსიამოვნო, არამედ ადამიანობის საზღვარს მიღმა გასულია. როცა ისინი ლონდონში პირველად შეხვდნენ, ტაპურიამ არ გაჩერებულა, პირდაპირ მიადგა პედის, დაცვა ძლივს აკავებდა. იმ წამიდან ყველასთვის ცხადი გახდა. ეს აღარ არის უბრალოდ სიტყვიერი დაპირისპირება, ეს პირადი ომია. შემდეგ პრესკონფერენციებზე მათი თითოეული წინადადება ნაპერწკლებად იფანტებოდა. პედი დასწინოდა, ტაპურია კი დახპირდა, რომ ერთ დღეს მას ხმას ერთხელ და სამუდამოდ გაუსწორდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა მოწინააღმდეგეებს ხვდებოდნენ, ყველა ხვდებოდა. რეალური ბრძოლა მათ შორის უკვე მზადდებოდა. ტაპურიამ დაამარცხა ბრაის მიჩელი, ტექნიკურად, დაუნდობლად. პედიმ კი სადაო გამარჯვება მოიპოვა ჯარედ გორდონთან. მედია მას აკრიტიკებდა, ფანები ბრაზობდნენ, ტაპურია კი ირონიულად იცინოდა. ხედავდა, როგორ ერყეოდა პედის ავტორიტეტი. დრო გავიდა, კონფლიქტის ალური არ ქრობდა. ტაპურია ასაფრავებელი რაკეტასავით ავიდა. დაამარცხა ჯოშ ემეტი, ჩამოართვა კამარი ვოლკანოვსკისგან, ბოლოს კი დააძინა მაქს ჰოლოვეი, გახდა UFC-ს ცოცხალი ლეგენდა. პედიმაც მაიპოვა წარმატებები, დაამარცხა ტონი ფერგიუსონი, შემდეგ ბობი გრინი, შემდეგ მაიკლი ჩანდლერი. თუმცა მათი პირადი ომი კვლავ აქტიურობდა. ტაპურიამ შემდეგ დაამარცხა ჩარლზ ოლივეირა UFC 315-ზე ისე სწრაფად, რომ ფანებს არ ეყოთ დრო სუნთქვის აღსადგენად. გამარჯვების შემდეგ ტაპურიას მზერა არ გაურბივა, მან პედის პირდაპირ ოქტაგონში დაუძახა. მას შემდეგ, რაც ილია ტაპურიამ ჩარლზ ოლივეირა დაამარცხა UFC 317-ზე, ფანებს თვალწინ გაიხსნა ის, რაც ყველა გულშემატკივარმა ელოდა. ნამდვილი საომარი ვარსკვლავის გამოსვლა. ილია უკვე აღარ იყო უბრალოდ ახალგაზრდა ბრწყინვალე მებრძოლი. ის ცოცხალი ლეგენდაა, რომლის შესაძლებლობებსაც ოქტაგონში ვერავინ უპილისპირდება. პედი პიმბლეტი, მიუხედავად თავისი ცინიზმისა და სისწრაფის, ახლა სრულიად განსხვავებულ მოწინააღმდეგეს აწყდებოდა. ილიას ყოველი დარტყმა, ყოველი მოძრაობა ოქტაგონში იყო განზრახული და ოსტატურად შესრულებული. პედის სტრატეგია, სწრაფი გადაადგილება, წინააღმდეგობის მობილიზება, პირადი პროვოკაციები, რათა ტაპურია ერეზიანებინა და შეცდომა გაეკეთებინა, შეეძლო გამოეწვია აჯანხება. მაგრამ ილიას მენტალური და ფიზიკური მომზადება შეუდარებელი იყო. მისმა ცივმა თვალებმა და კონცენტრირებულმა გონებამ პედის ყველა მცდელობა განეიტრალა. ყოველი ფანჩი, ყოველი ჰუკ და აპერკატი ზუსტად მიეწოდებოდა მიზანს, ხოლო ოქტაგონის სივრცეში ილიას მოქმედებები გამოიყურებოდა როგორც სრულყოფილი მანქანა, ყოველი მოძრაობა წინასწარ გათვლილი. ფანები დარბაზში ყვიროდნენ, კამერები მიბმული იყო ოქტაგონზე. თითეული შეხება, თითეული დახვევა იყო როგორც ნემსის უკიდურესი სიზუსტე. პედის მცდელობები გამოსწორებუდნენ, თუმცა ილია უმარტივესად აკონტროლებდა სიტუაციას. თითეული დარტყმა იყო არა უბრალოდ ფიზიკური, არამედ მენტალური ზეწოლა. მესამე წრის შუაში ილია ხვდება პედის მცდელობას შეცვალოს თამაში. პედი ცდილობს სწრაფით დარტყმებით და სწრაფით გადაადგილებით მიაღწიოს დომინაციას. მაგრამ ილიას რეაქცია შეუდარებელია. ტაპურია სწრაფად გადაადგილდება, იპყრობს ოქტაგონის ცენტრს და პედის კუთხეში ავიწროებს. ფანების ყვირილი გატყდება დარბაზში. ბოლო წრეები იყო ყველაზე რთული. პედი ცდილობდა დარჩენილი ენერგია მაქსიმალურად გამოეყენებინა. თუმცა ილიას კონტროლი ოქტაგონზე შეუდარებელი იყო. ტაპურია ჯერაც ცივსისხლიანი, მტკიცე, სიძლიერის მაქსიმუმზე. თითეული დარტყმა უფრო მძაფრია ვიდრე წინა. ოქტაგონი თითქოს სავსე იყო დაძაბულობით. ბოლო წამებში ილიას დარტყმა სრულდება. პედი უკვე აღარ შეუძლია რეაგირება, რეფერი ჩაერება, ბრძოლა დასრულებულია. ილიამ არა მხოლოდ დაამარცხა მეტოქე, არამედ დაამტკიცა მთელი მშაფლიოს. მისი ძალა, სისწრაფე და მენტალური სიმტკიცე შეუდარებელია. მაგრამ ფანების ყვირილი, კამერების გაშვება და პედის გამოხედვა აჩვენებს ერთს. ეს ბრძოლა დასრულდა, მაგრამ ომი ჯერ არ დამთავრებულა. ტაპურია გამარჯვებულია, მაგრამ მის მზერაში ჩანს რაღაც უფრო საშიში, რაც ჯერ არ გამოჩენილა.
და ზუსტად აქ იწყება ახალი საფრთხე, რომელიც მთლიანად შეცვლის ყველაფერს. ოქტაგონი იწყოდა. გულშემატკივრები გაოგნებულები, ემოციები პიკზე. ილია ტრაპურია და პედი პიმბლეტი ერთმანეთს თვალებში უყურებდნენ. არა უბრალოდ მეტოქეები. ეს პირადი ომია, რომელიც თაობების სიამაყეს, წარსულის ტკივილს და პირად წყენას აერთიანებს. თითოეული სუნთქვა, თითოეული ნაბიჯი ოქტაგონში უკვე გადაწყდა როგორც წინა ბრძოლებში, ისე მომზადებაში. დაწყების სიგნალთან ერთად ილია და პედიმ აქტიურად დაიწყეს დარტყმები. ილია კონტროლირებდა ოქტაგონს, მისი თითოეული მოძრაობა წინასწარ გათვლილი იყო. სწრაფი ფეხების სვლა, დახვეწილი კუნთები, ზუსტი დარტყმები. ყოველივე ეს ქმნიდა დაუძლებელ პრესინგს. პედი ცდილობდა სწრაფად გადაადგილებოდნენ. კომბინაციებით უკუნებაში მოაქციოს ილია. თუმცა ტაპურია არ აძლევდა საშუალებას შეცდომისთვის. პირველი წრის წუთებში ილიას დარტყმები ზუსტად მიზანში ხვდებოდა. ფანები გაოგნებულები უყულებდნენ, როგორ აკონტროლებდა ილია ოქტაგონს. პედის მცდელობები, გრეპლინგ, აპერკატები, ხუკები, ილიამ სრულად გაანეიტრალა. ილიას რეაქცია, მისი სისწრაფე, მომზადება, უნიკალური იყო. მესამე წრის შუაში პედი ცდილობს შეცვალოს თამაში. სწრაფი დარტყმები ფეხებსა და მიდსექშენზე, რათა ილიას ბალანსი დააზიანოს. აპურია სწრაფად გადაადგილდება, იცავს პოზიციას, იცავს ოქტაგონის ცენტრს და პედის კუთხეში აჭერავს. გულშემატკივრები ყვირიან, კამერები აღბეჭდავს თითოეულ მოძრაობას. ილიას კონტროლი იმდენად ძლიერია, რომ პედი ვერ პოულობს უფლებას სვლას. ბოლო წრეები განსაკუთრებით მძიმეა. პედი ცდილობს საბოლოო ძალები გამოიყენოს, რათა ილიას მიუახლოვდეს, თუმცა ილიას კონცენტრაცია და ტექნიკა შეუდარებელია. თითოეული დარტყმა უფრო მძაფრია ვიდრე წინა, ოქტაგონი სავსეა დაძაბულობით. ფანები ვერ სუნთქავენ, ყველაფერი მხოლოდ მოქმედებას და ემოციას აკვირდება. დასრულების მომენტში ილია საბოლოო დარტყმა ზუსტად მიდის. პედი ვერ რეაგირებს, რეფერი ჩაერევა, ბრძოლა დასრულებულია. ილიამ დაამტკიცა თავისი უნარები, სისწრაფე, ძალა, ტექნიკა და მენტალური სიმტკიცე შეუდარებელია. თუმცა, მიუხედავად გამარჯვებისა, სიტუაცია არ დამთავრებულა. პედის თვალები აჩვენებს, რომ ის კვლავ დაბრუნდება. ილიას მზერა კი გძლიერდება, მაგრამ რაღაც უფრო საშიში საფრთხე ახლოვდება, რამაც შეიძლება ყველაფერი შეცვალოს. და სწორედ აქ იწყება ისტორიის ყველაზე საშინელი ნაწილი, რომელიც მხოლოდ შემდეგ პოლკაში გამოიხატება. ბრძოლის დასრულების შემდეგ დარბაზი გაჩუმდა რამდენიმე წამით. შემდეგ კი ფანების ყვირილი აფეთქდა. ილია ტაპურია ოქტაგონიდან გამოვიდა გამარჯვებული, მაგრამ მისი თვარებში მხოლოდ ნაცემის სიამაყე არ ჩანდა. იმავდროულად იქ იყო მრის ხანება, მოთმინების უნარი და მზერა მომავალში. პედი პიმბლეტი კი ოქტაგონში მიწოლილი, დაღლილი, მაგრამ სულიერად არც ისე დამარცხებული ჩანდა. მომხრეები და მედია ერთხმად აღიარებდნენ ილიას ბრწყინვალებას. მისი სისწრაფე, ტექნიკა, სტრატეგია და გონებრივი სიმტკიცე დაუდგენელი იყო. ყველა აღფრთოვანებული იყო, რომ ეს გამარჯვება მხოლოდ სტატისტიკა არაა. ეს ისტორიაა, რომელიც მათ თვალწინ ვითარდება. პრესკონფერენცია მას შემდეგ, რაც პედიმ მადლობა გადაუხადა ილიას ომში, გადაიქცა ნამდვილ ეთერში. ჟურნალისტები ინტერესდებოდნენ, როგორ მოახერხა ტაპურიამ ასეთი სრულყოფილი კონტროლი, რა სტრატეგია ჰყავდა და როგორ იცავდა თავს ყველაზე ძლიერი შეტევებისგან. ილიამ შვიდად პროსუხობდა, მკაფიო, თუმცა ისეთი ვნებით, რომ ყველას ხვდებოდა მისი მიზანი. ეს ბრძოლა პირადი იყო, ეს არ იყო მხოლოდ სპორტი. პედის ემოციები გაცილებით უფრო შეზღუდული იყო, თუმცა მისი სიტყვები მაინც ძლიერი იყო. მე დაუბრუნდები. ეს ომი დასრულებული არ არის. ილიას უნდა დაელოდოს ჩემი დაბრუნება. მისი მზერა ფანებს აჩვენებდა, რომ ეს დაპირისპირება ახლა იწყება ნამდვილი მასშტაბით. ფანების რეაქცია სოციალურ ქსელებში და დარბაზში იყო ფენომენალური. ვიდეოები, მიმები, განხილვები, ყველა მხოლოდ ერთ თემაზე. ტაპურიავს პიმბლეტი. ისტორია დაწერილია ოქტაგონში. გულშემატკივრები აღფრთოვანებულნი იყვენ ტაქტიკით, დარტყმების სიზუსტით, ემოციური ინტენსივობით. მიუხედავად გამარჯვებისა, ილიასა და პედის შორის პირადი ომი არ დამთავრებულა. თითოეული გამარჯვება თითოეული წაგებამ მხოლოდ აძლიერებდა დაძაბულობას. ილიას მზერა წინ იყო მიბმული. ის ხედავდა მომავალ გამოწვევებს. იცოდა, რომ პედი დაბრუნდება უფრო ძლიერი, უფრო განადგურებული და უფრო პროვოკაციული. ბოლოს, კომენტატორებისა და ექსპერტების შეფასებით, ეს ბრძოლა გახდება ახალი ეპოქის დასაწყისი UFC-ში. ახალგაზრდები აითვისებენ ილიას სტრატეგიას, ახალი თაობა დაიმახსოვრებს ტაქტიკას. პედი კი დარჩება უკვდავი გამოწვევის სიმბოლოდ. მაგრამ ყველაზე საშინელი სცენა ხდება მაშინ, როცა დარბაზი შუქები ჩაქრება, კამერები დახურავს, გულშემატკივრები გაჩუმდებიან
და მხოლოდ ილიას თვალები დარჩება ფანჯრაში. ის ხედავს რაღაც უფრო საშიშს, რაც ჯერ არ გამოჩენილა. რაღაც რაც შეიძლება მთლიანად შეცვალოს მისი კარიერა, პირადი ომი და მთელი UFC.